ახაკალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა თავად დედაქალაქის მერიც მაკა არჩევნიშვილი გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. მაკა, გისმენთ. ახაკალაძემ სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა მოლიგის შეფასება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ბოლო დღეებში კონკრეტულად მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან ხდება და ასევე კონკრეტულად გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას მოწოდებას, რომ 4 ოქტომბრამდე, ანუ თვითმმართველობის არჩევნებამდე მთავარი ბრძოლის ეპიცენტრი უნდა იყოს სწორედ მელიქიშვილის გამზირი და როგორც ახაკალაძემ ჩვენი შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, მისთვის უცხო არ არის ის, რომ ოპონენტების მთავარი მიზანი არის დაძაბულობის შემოტანა ქვეყანაში. მისი შეფასებით კი ქართული ოცნების მთავარი მიზანი არის, რომ შეხვდეს მოსახლეობას, მოისმინოს მისი პრობლემები და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ. Თქვენიცით რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და შემოიტანონ დაძაბულობა. ყურადღებას არავინ არ აქცევს, ხო ხედავთ? 30 წელი აკაცუკი გაუბედურებული, რა მდგომარეობაში არიან, გაფარჩაკებული, არანაირი მხარდაჭერა, არანაირი თანადგომა. ჩვენ ყოველდღიურად ვაანონსებთ გზების პროექტის დამთავრებას, სიახლეებს, ისინი ანონსებენ აქციებს. ჩვენ ყოველდღიურად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალ პარკებთან დაკავშირებით, დამთავრებულ სკვერებთან დაკავშირებით, რეაბილიტირებულ რეკრეაციულ არეებთან დაკავშირებით. ისინი კეტავენ ქუჩებს და უდიდეს დისკომფორტს უქმნიან ადამიანებს. ჩვენ ყოველდღიურად ხვდებით ამ მომრჩეველს და ვესაუბრებით ქვეყნის მომავალზე, ვესაუბრებით თბილისთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე. ისინი ხვდებიან ერთმანეთს, მხოლოდ რამდენიმე 30 აკაცუკი შეიკრიბება, აგინებენ ყველა მათ, ვინც მათ გვერდით არ არის და მერე უკვირთ ქართულ ოცნებას და პირადად მე, რატომ გვაქვს ამ ხელა მხარდაჭერა და თანადგომა. აი ეს არის ყველაზე ძალიან მარტივი. ახაკალაძემ ეს განმარტება და განცხადება გააკეთა გახოკიძის ქუჩაზე, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც შეიცვალა როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე სრულად მოწესრიგდა მიწისზედა ინფრასტრუქტურა, აქ დამონტაჟდა ჭკვიანი კამერები, ასევე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების განათების სისტემა, ასევე გამწვანდა ტერიტორია და როგორც მაყურებელი კადრში ხედავთ, აქ გადაადგილება უკვე შეუფერხებლად შეუძლიათ ავტომობილების მძღოლებს. პირველი რაც გავაკეთეთ, ეს არის კომუნიკაციების განახლება, მოწესრიგება, თვითონ საგზაო ნაწილს რაც შეეხება 3 კილომეტრზე ცოტა მეტი არის გახოკიძის ქუჩა და დღეს მთლიანად განახლებული, მოწესრიგებული, თავისი ახალი განათების ბოძებით, გამწვანების სამუშაოები. აი ხა სადაც ვიმყოფებით, აქვე კორპუსებთან არსებული ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მაგარი 3 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი. მოვაწყოთ ჩვენ სანიაღვრე სისტემა, ყველანაირი კომუნიკაცია, გაზის გაყვანილობის მილებით, რა თქმა უნდა, ახალია. საჰაერო სადენები მიწისქვეშ ჩავიტანეთ, მოეწყო ტროტუარები, ახალი განათების სისტემა, რა თქმა უნდა, ახალი ასფალტის საფარი დაიგო და დღეს ამ ქუჩაზე გადაადგილება არის უსაფრთხო და კომფორტული. გახოკიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, როგორც უკვე აღნიშნე, აქ ყველანაირი სამუშაო უკვე დასრულებულია, ბიუჯეტიდან კი 24 მილიონი ლარი დაიხარჯა. მადლობა მაკა არჩევნიშვილი იყო პირდაპირ ეთერში.